და 2012 წელი არის მართლაც საეტაპო წელი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წელი საიმისოთ, რომ ხელისუფლების ჩანაცვლება, გადაცემა, გაყოფა, როგორც იქნება, როგორც გინდა ისე დავარქვათ, ოღონდ ერთი მიზნით და ერთი გაგებით, რომ მრავალპარტიული, დაბალანსებული პოლიტიკური რეალობა შეიქმნას საქართველოში. როდესაც ამბობენ, მე ასეთი ფრაზაც მოვისმინე, რომ ახალი კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაკრიტიკებდით და დღესაც ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება გვაქვს, რომ არ იძლევა არანაირად პოლიტიკური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას, თუ კი უმრავლესობით არ მოვა რომელიმე პოლიტიკური ძალა. მე ამას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ პირიქით, უმრავლესობით ნუ მოვა რომელიმე პოლიტიკური ძალა და რამოდენიმე პოლიტიკური ძალა, ან თუნდაც ორი პოლიტიკური ძალა იყოს ვალდებული, რომ ერთმანეთთან შეათანხმოს გარკვეული პრინციპები და ისე ჩამოაყალიბოს მთავრობა და ისე აიღოს გეზი მომავალ ურთიერთობებზე და მომავალ მიმართულებებზე. მე ვფიქრობ, ეს რაღაცა ბალანსის ნიშნების გამჩენი იქნება და მრავალპარტიულობას, დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა. თუ ეს არ გვინდა და გვინდა რომ ციკლური, ასე ვთქვათ, პერიოდებით მართოთ ქვეყანა და მე დავიწყოთ ხოლმე თავიდან გულაცრუებები და ახალი ოპოზიციების გაჩენები და ახალი პროცესი და ვიღაცის ჩამოშორების ახალი პოლიტიკა და ახალი ათწლეული, მე ვფიქრობ, ჩვენც დავბერდით ამასობაში, ჟურნალისტების თაობაც, ჩვენი თაობაც, არა და ჩვენ გვინდა რომ პოლიტიკამაც გამოიღოს ნაყოფი ამ თვალსაზრისით, რომ მივიღოთ რეალური დემოკრატიული პროცესი, მედიაშიც მოხდეს მართლაც რეალური დემოკრატიული გარღვევა და მივიღოთ ნორმალური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და საერთოდ ვიცხოვროთ ნორმალურ თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც განსხვავებული აზრის გულისთვის არავინ არავის არ დასჯის, არავინ არავის არ მოკვეთს, გაკაფავს თუ გაკრიფავს და ასე შემდგომ. ყველას გვექნება ჩვენი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, ჩვენი აზრის დაცვის შესაძლებლობა და საზოგადოება გადაწყვეტს ამ აზრს აქვს არსებობის უფლება პოლიტიკური თვალსაზრისით და მხარდაჭერა თუ არა აქვს. თქვენ თქვით, რომ თქვენ დაკარგეთ იდენტობა და ამასთან დაკავშირებით გონიათ თუ არა, რომ ახალი მემარჯვენეების ალიანსში ყოფნა ეს იყო შეცდომა და სამომავლოდ თუ აპირებთ ვინმესთან მსგავსი თანამშრომლობა? მოდი ასე ვთქვათ, რომ შეცდომა არ იყო თუ ის პროექტი გამოვიდოდა ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ის არ იყო ერთ წელიწადზე გათვლილი პროექტი, ანუ ადგილობრივ არჩევნებამდე გათვლილი პროექტი, ის იყო მინიმუმ 4-5 წელიწადზე გათვლილი. ეს უბრალოდ ზეპირი შეთანხმებებით კი არ იყო, ეს იყო ჩამოყალიბებული აბსოლუტურად დოკუმენტურად გაფორმებული და გაწერილი გზებით და მექანიზმებით. სამწუხაროდ არ გამოვიდა. მე ვთვლიდი, რომ ის ძალიან პერსპექტიული გაერთიანება იყო, სწორედ იმ ნიშნით, რომ იქ ყველაფერი გარკვეული იყო ღირებულებითი ნაწილით, ორიენტაციის საკითხით, დასავლური ორიენტაცია მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში და ქვეყნის მომავალზე და კონსტიტუციურ მოწყობაზე თუ ასე შემდგომ ჩვენი წარმოდგენები. ეს არ გამოვიდა და როდესაც ჩვენ ამაზე ძალიან დიდი იმედი დავამყარეთ და საზოგადოებასაც გაუჩინეთ დიდი იმედი და მე თქვენ გეტყვით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველგან გავაკრეთ მაშინ ჩვენი პარტიული ატრიბუტიკა და ალიანსის ატრიბუტიკით გამოვცვალეთ ეს ყველაფერი და დღეს უკვე ჩვენს თანაგუნდელებსაც დაავიწყდათ, როგორი იყო ჩვენი ლოგო, ჩვენი ასე ვთქვათ ფერი, არათუ საზოგადოებას. არა. ეს იყო კეთი არა თვითგვემის არ იყო ეს იყო თუ გინდა გულით რომ რაღაც გამოვიდეს რა თქმა უნდა ამისთვის უნდა გადადგა გარკვეული ნაბიჯები ურთიერთ ჩვენს უამბობდით ხოლმე რომ როცა ბეჭედი გაქვს უჯრაში ჩაკეტილი შენი პოლიტიკური ძალის ყოველთვის ფიქრობ რომ ადრე თუ გვიან მე წავალ სადღაც და ისევ ჩემს პოლიტიკურ ძალას მივხედა საქართველოში მიდრეკილება არ არის გამსხვილებებისკენ მიდრეკილება არის პირიქით თითოკაციანი პარტიების ჩამოყალიბებისაკენ რაც ართულებს რეალურად სიტუაციას ასე რომ მიზანი სწორი იყო შედეგი არ გამოდგა სწორი და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთქვით რომ არათუ ეკლექტურ არამედ აი ასეთ სოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებულ გაერთიანებებსაც კი ძალიან ფრთხილად მიუდგებით და აღარ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებთ. ერთი რესპუბლიკელებმა თქვეს რომ ჩვენი
წესდებაო ერთ-ერთზე იმეორებს ბიძინა ივანიშვილის პროგრამასო და რადგან თქვენ ერთად იყავით, ანუ გამოდიოთ თქვენს ბიძინა ივანიშვილის პროგრამა გაქვთ. ხო, არა, ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა, იმიტომ რომ ირიბად გამოვიდა, რომ ჩვენ ერთი პროგრამული მოსაზრებები გქონია. არა, ეს ასე არა. ალბათ ის ბალანსი, როცა ივანიშვილი ამბობდა, რომ მე ჩემ თავს თვითონ დავაბალანსებო. ვეცდებით. და ბოლოს მინდა გითხოთ ქალბატონ ფიქრია. ან ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 90% დარწმუნებულია ბიძინა ივანიშვილი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოვა აბსოლუტური უმრავლესობით. თქვენი ანუ თუ კი ეს არ მოხდა, როგორ ფიქრობთ, დაიწყება თუ არა მორიგი აქციები და გამოსვლები კიდევ ერთი ოლიგარქის მიერ დაფინანსებული? არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილი განაცხადებდა ამას, მე არ ამგონია, რომ თქვენს პოლიტიკურ მეხსიერებას უახლოეს ხანებში არ ახსოვდეს მსგავსი განცხადებები. თუნდაც იგივე ქართული პარტიის მხრიდან, რომელიც ჩარშან ამბობდა, რომ ყველგან ყველაფერი დამთავრდა და ისინი ცვლიან ხელისუფლებას. თუნდაც იგივე სახალხო კრებისგან გამომდინარე, ფინანსური მასშტაბებია განსხვავებული, მოდი ასე ვთქვათ. ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში ერთის მხრივ პოლიტიკური ძალებისთვის, სადაც გადამწყვეტი ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ოპოზიციასთან ურთიერთობის, ეს პოლიტიკურ ჭრილში და სამოქალაქო ჭრილში, როდესაც ადამიანები ძალიან გაჭირვებული არიან და სოფლებში, რეგიონებში ერთადერთი მთავარი პრობლემა არის, რომ როგორმე უმწეოთა სიაში მოხვდნენ ადამიანები. სხვა პრობლემები თითქოს აღარ არსებობს. და როდესაც ესეთი ვითარება არის შექმნილი სოციალური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ფულს და ფინანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ არა გადამწყვეტი. რა იქნება, როგორ იქნება, მე მაინც ვფიქრობ, რომ გამოაჩენს ამას უახლოესი თვეები, 1-2 თვე. იქნება თუ არა აქციები, იქნება თუ არა ცხელი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროცესები. ჩვენ საქართველოში მე მგონი წლევანდელი შემოდგომა არ ვიცი, გამოვტოვეთ თუ არა, თორე ესე შემოდგომა გაზაფხულის გამოტოვება არ გვიყვარს ამ თვალსაზრისით. აქტიურობთ ხოლმე და შეიძლება იყოს მსგავსი რაღაც, მაგრამ მე ვფიქრობ, მაინც ყველას მოვალეობაა, რომ არჩევნებისაკენ მივმართოთ ყველა ის პოტენცია, მათ შორის საპროტესტო ენერგიაც, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. დიდი მადლობა.